მინდა დავუბრუნდე იატაკზე ვიწექით რომ გვესუნთქა ეს რას ნიშნავს იატაკზე რატომ იყო უფრო მეტი ჟანგბადი ეს რო აუხსნათ იმათ ვინც ვერ მიხვდება თქვენ რატომ ფიზიკურად რო ამდღარიყავი ადამიანი და ჩვეულებრივად გამართულ მდგომარეობაში ყოფილიყავი ანუ ჯერ სუნი იდგა საშინელი აი როგორ გითხრათ ჩვენც ისე მდგომარეობაში ვიყავით მე რაღაცა პერიოდის შემდეგ რომ სადაც შევდიოდი ბოდიშს ვხდიდი იმიტომ რომ დაბანის და იმის საშუალება არ ქონდა გვითიშავდნენ წყალს აბაზანაში არ გვიშვებდნენ და ყარდი ჩვეულებრივად აი აგარ დაუბრუნდები ახლა იმ ფუქში რო ვიყავით რო ვიწექით იატაკზე ჩემი ერთ-ერთი მეგობარი წინ იყო ირაკლი აქეთ ხარის იყო და ირაკლის მოპირდაპირე მხარეს პატიმარი იყო რომელსაც გალის გარეთ ქონდა ხელი გამოყოფილი ან იატაკზე იჯდა გარედან ქონდა ბორკილები გაკეთებული რომ ვერ ამდგარიყო და იყო ნაცემი დასისხლიანებული იყო და რაღაც გადაფარებული ქონდა მაისური თავზე და ტიროდა რა ძალიან ცუდ მდგომარეობაში დაბმული იყო რეალურად დაბმული იყო რომ ვერ ამდგარიყო და ნაცემი იყო საშინლად ნაცემი იყო ეს ადამიანი. არ გახსოვთ გვარი და სახელი. არ მახსოვს, იმიტომ რომ არც მიკითხავს იმ ადამიანს, ჩვენ საუბრის საშუალებასაც არ გვაძლევდნენ ერთმანეთთან. უბრალოდ მუნჯურად ველაპარაკებოდით. გასაგებია, ფუქსის კარი ცხაურივით იყო თუ ჩაკეტილი? არა, ის არის ხედავდით დერეფანში რა ხდებოდა. რეშოტკები იყო ჩვეულებრივი, უბრალოდ ჟანგბადი არ არის. ფიზიკურად არ არის ჟანგბადი. ხო და ერთი ღამე გავატარეთ იქ ერთი ღამე რა ნუ იმ ღამეს რომ მივედით რაღაცა პერიოდის განმავლობაში მე ავიყვანეს ვაკედან შუაში დადიოდა ერთ-ერთი ზედამხედველი ჩვენიდან გვაგინებდა აი ესენი მოიყვანეს და რაღაც შეურაცხყოფას გვაგინებდა ჩვეულებრივად თქვენ გიჩვენებთ ეხლა ეს აქ ხარ ჩვენთან და ხო არ გონიათ ვინმე რამე გიშველის და რაღაცა